მოგესალმებით, ჩემო რადიო მსმენელებო. დღეს ჩვენი თემატიკა არის გავაცოცხლოთ ისტორია და ვიმყოფებით კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასირეთში და რა თქმა უნდა ვსტუმრობთ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს. და ჩვენი რესპონდენტია ქალბატონი ოლია მაისურაძე, გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის მენეჯერი. გამარჯობათ ქალბატონო ოლია, როგორ გწანდებით? მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. თუ შეგიძლიათ რომ გაგვიძღვეთ აი ამ ისტორიულ სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე და მოგვიყვეთ ისტორია, რომელიც რა თქმა უნდა ჩემი რადიო მსმენელისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ინფორმირებულობის ხარისხის კუთხით ძალიან ბევრის მთქმელი და ბევრის მეტყველი. ყველაფერს მოგიყვებით მუზეუმის შესახებ და გიორგი მაზნიაშვილის შესახებ. ეხლა წამოვბრძანდით, შევიდეთ მუზეუმში და მოგახსენებთ გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. მეც და ჩემი რადიო მსმენელიც. ეთილი იყოს ჩვენი ფეხი. თუ შეგიძლიათ რომ გვესაუბროთ ისტორია, აი ამ ლეგენდა გენერალის შესახებ, გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის შესახებ და სხვათა შორის ჩვენ რომ მოვდიოდით, ერთ-ერთმა სასირეთის მკვიდრმა ასეთი რაღაცა გვითხრა, რომ სუფრა არის შლება სასირეთში, რომ ამ გენერლის რომ იტყვიან სადღეგრძელო არ შდალიონ. კი, ნამდვილად ეს ასია, რომ გიორგი მაზნიაშვილს იმდენი დამსახურება აქვს. კი, მაზნიაშვილს იმდენი დამსახურება აქვს, რომ ყველას უყვარს სოფელში გიორგი მაზნიაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩანაწერები მის შესახებ, ათ გარდაცვლილი თანამემამულეებისაგან, სოფლის მოსახლეობისგან და ყველაფერს მოგიყვებით გიორგი მაზნიაშვილის შესახებ. კი ბატონო, თქვენ ახართ ჩვენი ექსკურსია მძღოლი, რომელიც ასეთ ისტორიულ და გენერალ პიროვნების შესახებ გვეტყვით ინფორმაციას. მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდით. ეს არის სახლ-მუზეუმი, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში ვიმყოფებით ჩემო რადიო მსმენელებო და აი ამ სახლ-მუზეუმის შესახებ და თითოეული აი ამ სურათებიდან, ნივთებიდან, საკუთარი ეს არის მისი საკუთარი ნივთები, ხო? ამის შესახებ, ამ ყველაფრის ისტორიის შესახებ გვესაუბრება ოლია მაისურაძე. როგორც ახსენეთ, იმყოფებით გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში. მუზეუმი გიორგი მაზნიაშვილის სახლი კაცობრიობის მუზეუმს გადაეცა 1990 წელს. მაშინ მისი ფილიალები ვიყავით. კასპის ხარისხოვნების მუზეუმის დირექტორი გახლდათ ათ გარდაცვლილი გიორგი ხორგუაშვილი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი და ძალიან დიდი შრომა მიუძღვის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მუზეუმის დაარსებაში და შექმნაში. მე მინდა ვისარგებლო აი ამ თქვენი ეთერით და ყველას მადლობა მოუხადო ყოფილ თანამშრომლებს, თვლიანად გიორგი მაზნიაშვილის მუზეუმის ახლანდელ თანამშრომლებს, იმ გუნდს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აი ამ მუზეუმის შექმნაში და ჩამოყალიბებაში. და მარტო თანამშრომლები არა, ნებისმიერი პიროვნება, ვისაც აი როგორ ვთქვა, ერთი აგური მაინც დაუდია აი ამ მუზეუმის. აბსოლუტურად ყველაფერი არის აქ დაცული და შენახული. აი ყველას, მაგრამ დიდი შრომა მიუძღვით იმისთვის, რომ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასირეთში ყოფილიყო გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. მუზეუმის აღდგენა, რესტავრაცია მოხდა 2006 წელს. ზაფხულში აღდგა, როგორც თქვენ უყურებთ, აი ასეთი სახე მიიღო და დღემდე ფუნქციონირებს. 2007 წლიდან უკვე ნამდვილად ვიცი, რომ 2007 წლიდან ხელმისაწვდომია, რომ მნახველი მოვიდეს და დაათვალიეროს გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. ეხლა რაც შეეხება ჩვენს გიორგი მაზნიაშვილს. გენერალ გიორგი მაზნიაშვილს. სამწუხაროა, რომ ისტორიამ სრულყოფილი ნუსხაც ვერ შემოგვინახა იმ მამულიშვილებისა,
რომლებმაც პირნათლად მოიხადეს თავიანთი მხედრული თუ მოქალაქეობრივი ვალი სამშობლოს წინაშე საქართველოს 3000 წლოვანი სახელმწიფოებრივი არსებობის მანძილზე. და სწორედ ასეთი გახლდათ გენერალი გიორგი მაზლიაშვილი, ასეთი პიროვნება. გიორგი მაზლიაშვილი არის სასირეთის მკვიდრი, რომელიც აქ დაიბადა, აქ გაიზარდა, აქედან წაიყვანეს 1927 წელს დასახვრეტად, რომ დღემდე მისი საფლავი არ ვიცით. გიორგი ეს ერთადერთი სახლია, რომელიც გიორგი მაზლიაშვილის მემკვიდრეობით საფლავი ცნობილი არ არის, ხო? ჩვენ როგორც ვიცით, გიორგი მაზლიაშვილის საფლავი. გადმოცემით ვიცით, რომ ფონიჭარის თვითონ და მისი შვილი წაიყვანეს და დახვრიტეს კი. შვილი ერთი თვის შემდეგ დახვრიტეს იმ ადგილზე, სადაც მამა დახვრიტეს. გიორგი მაზლიაშვილს ეს ერთ-ერთი სახლი, რომელიც მემკვიდრეობით ერგო. თბილისში ჰქონდა ბინა გიორგი მაზლიაშვილს, ამჟამად აქვს სადაც მისი შთამომავლები ცხოვრობენ, მაგრამ ის ცოლის ბინაა, გიორგი მაზლიაშვილის ბინა არ არის, ის ცოლის ბინა არის, იქ ცხოვრობენ. გიორგი მაზლიაშვილი დაიბადა 1871 წლის 6 აპრილს კასპის რაიონში, როგორც მაშინ კასპის რაიონი იყო, ახლა მუნიციპალიტეტი, ამ სახლში დაიბადა. და ყველაზე კოლორიტური ფიგურა გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტური ფიგურა გიორგი მაზლიაშვილი. გიორგი მაზლიაშვილის დაიბადა ქრისტინე გლურჯიძის და ივანე მაზნევის ოჯახში. დედა ყავდა სასირეთელი ქალბატონი ქრისტინე გლურჯიძე, აზნაურის ქალი გახლდათ, მამა რუსეთის არმიის ოფიცერი, რომელიც მსახურობდა რუსეთის ჯარში, დისლოცირებული იდგა ეს ჯარი მანგლისში. ამ ჯარში ასევე მსახურობდა გიორგი მაზლიაშვილის ბიძა, დედის ძმა ფრიდონ გლურჯიძე. და სავარაუდოდ გიორგობა დღეისო გიორგი მაზლიაშვილის ბიძამ თავისი მეგობრები დაპატიჟა სოფელ სასირეთში. და აქ სოფელ სასირეთში მოსვლისას ივანე მაზნევს მოეწონა ფრიდონ გლურჯიძის და ანუ გიორგი მაზლიაშვილის დედა და ძმას თხოვა დისხელი. და ასე მოხდა მათი შეუღლება და შეეძინათ 4 შვილი. მაგრამ გიორგი მაზლიაშვილის დედის ოჯახი აზნაურები იყვნენ და მამულები ჰქონდათ და თვითონ ცხოვრობდნენ ზევითუბანში. და იმდენად დიდი სიყვარული დაიმსახურა სიძემ ამ სიდეთ-სიმამრის თვალში, რომ ჩამოვიდნენ აქ ადგილი მისცეს ქალიშვილს მზითში, ადგილი სოფლის ქვემოთ უბანში და სახლის საშენებაშიც დაეხმარნენ და იქ დამკვიდრდა გენერალ გიორგი მაზლიაშვილის მამა ივანე მაზლიაშვილი, ოჯახი შეეძინათ 4 შვილი. მაგრამ გიორგი მაზლიაშვილის მეუღლე გახლდათ სოფიო კარაევა, თბილისელი სომეხი ქალბატონი გახლდათ, მისი მამაბიძები პირველი გილდის ვაჭრები და კარგად გამზითული ქალბატონი გახლდათ. და მოიყვანა ცოლად სოფიო კარაევა და მათ შეეძინათ 4 შვილი, 1 ქალიშვილი და 3 ვაჟი. სამწუხაროდ 2 ვაჟი ისევ გარდაიცვალა, რომ შთამომავლობა არ დარჩენიათ და ერთ-ერთი ვაჟი შთამომავლობით ცხოვრობენ ლენინგრადში. და ქალიშვილის შვილთა შვილები კიდევ თბილისში ცხოვრობენ მარჯანიშვილზე, მაზლიაშვილის ქუჩა არის, იქ ცხოვრობენ, დეგელიძეზე იყო გათხოვილი ეს ქალბატონი და მისი შთამომავლები ცხოვრობენ თბილისში. მის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოღვაწეობაზე რას გვეტყვით? ქალბატონო ოლია, ის როგორც დიდი ვაჟკაცი, მამული შვილი, მამაცი მხედართმთავარი. გეტყვით ყველაფერს. გიორგი მაზლიაშვილი მოგეხსენოთ, აქ ცხოვრობდა ამ ბინაში 8 წლამდე დეიდებთან ერთად იზრდებოდა. აი ესეთი განათლებული დეიდები ყავდა გიორგი მაზლიაშვილს, მათ ასწავლეს ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორიას უკითხავდნენ, ბიბლია შეაყვარეს და შესაბამის სწავლა განათლება საძლევდნენ ოჯახში. აზიარეს. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამათ სახლში რუსული გავლენა, რუსულად საუბრობდნენ ესენი და ქართული წერა-კითხვა დეიდებმა ასწავლეს. 8 წლის ასაკში შეიყვანეს კადეტთა სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, სადაც რომელმაც დაამთავრა ეს კადეტთა სასწავლებელი და კადეტთა სასწავლების დამთავრების შემდეგ უკვე გაჰყვა სამხედრო გზას, გაანაწილეს პოდპორუჩიკის ჩინით ქალაქ არდაგანში. გიორგი მაზლიაშვილი და შემდეგ უკვე რუსეთში აგრძელებს თავის ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ის ხელწერა ის აი სახში უფრო რუსულად წერდნენ, ნამდვილად რუსეთის გავლენის ქვეშ ვიყავით. კარგი კალიგრაფია ჰქონდა მაზლიაშვილს. ეს
როდესაც ქალაქ არდაგანში მსახურობდა, დედას გამოუგზავნა ფოტოსურათი და ფოტოსურათის უკანა მხარეს წერია, რომ ჩემს საყვარელ დედას ასე და ასე. დიახ. ეს ქრისტინე და მიუხედავად რომ რუსული გავლენა ჰქონდა სულ ოჯახში, ქართულად კარგად წერდა. დიახ. ჩემს საყვარელ დედას ქრისტინ საყვარელ დედას ქრისტიან დავიდოვნას მაზნევის მეუღლეს სახსრად გიორგი მაზნევი პოდპორუჩიკი პიატიგორსკის პოლკში 1891 წლის 2 ნოემბერი ქალაქი არდაგანი. დედას გამოუგზავნა თავისი სურათის უკან ხელწერა. გიორგი მაზნიაშვილი. გიორგი მაზნიაშვილი ორი დიდი ომის მონაწილე გახდა. 1904 წლებში იბრძოდა რუსეთ-იაპონიის ომში, ქალაქ არდაგანში ცხოვრობდა მანჯურიის საზღვარზე თავისი ოჯახით და ამ ბრძოლაში გიორგი მაზნიაშვილი დაიჭრა ფეხში. ძალიან მძიმედ იყო და იმდენად დიდი დამსახურება მიუძღოდა ნიკოლოზ მეორის კარზე, რომ მეფემ გადმოიყვანა გიორგი მაზნიაშვილი პეტერბურგის გოსპიტალში და მომლელება თავისი ქალიშვილები დაუყენა. შემდეგ იყო პირველი მსოფლიო ომი. პირველ მსოფლიო ომში გიორგი მაზნიაშვილი იბრძოდა ვარშავაში, სადაც დაიჭრა ხელში და ძიმეთ იყო მარცხენა ხელში იყო დაჭერილი გიორგი მაზნიაშვილი, ისე რომ ხელითაც მარცხენა ხელიც გაფუჭებული ჰქონდა და ფეხითაც კოჭლობდა. მიუხედავად ამისა, მეფე ძალიან დიდ პატივს სცემდა გიორგი მაზნიაშვილს, შემდეგ გამოჯამრთელების შემდეგ დიდი მიღება მოუწყო, დააჯილდოვა წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ჯვრით, როდესაც იმ დროს ეს მესამე ხარისხი ძალიან დიდ ჯილდოდ ითვლებოდა, ოქროს ვადიანი ხმლითაც დააჯილდოვა, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია და გენერლის წოდებაც მიანიჭა. და ძალიან მეფის კარზე ძალიან დიდი მიღებული იყო გიორგი მაზნიაშვილი, ძალიან პატივსცემდა და ასევე გიორგი მაზნიაშვილის ქალიშვილი ანეტა მაზნიაშვილი გახდათ ნიკოლოზ მეორის ნათლული. და ყოველთვის სააღდგომოთო საჩუქარს უკეთებდა მეფე მაზნიაშვილის ოჯახს უფრო თავის ნათლულებს და ერთ-ერთი სააღდგომო საჩუქარი გახლა კვერცხი ნიკოლოზ მეორის ინიციალებით გაფორმებული ბაფთებით, რომელიც ამჟამად სურათის სახით გვაქვს ჩვენ შემორჩენილი და ორიგინალი იმყოფება დეგელიძეების ოჯახში. ძალიან და ამიტომაც გენერალი მაზნიაშვილი დარჩება თაობების მეხსიერებაში, როგორც ვაჟკაცობის ეტალონი. იგი მე როგორც ვიცი, არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდა, ის მხოლოდ სამშობლოს ემსახურებოდა. ნამდვილად ერთ-ერთი გენერალი, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია ისტორიაში შესულია, როგორც დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. მე როგორც ვიცი, გიორგი მაზნიაშვილის სიტყვებია, რომ მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც თქვენი მე საქართველოს გენერალი ვარ. კი, ნამდვილად ეს გიორგი მაზნიაშვილის სიტყვებია, როდესაც 1917 წელს რევოლუცია მოხდა და მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს, გამოიცა დეკრეტი იმის შესახებ, ვისაც სურვილი ჰქონდა სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 23 გენერალთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში. ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ ისეთი ცუდი მდგომარეობა იყო, რომ როგორ ვთქვა, არ იდგა მთავრობაც თავის დონეზე, უფრო თავის სიმაღლეზე არ იდგა, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, პირველი მსოფლიო ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო, ძალიან ქაოსი იდგა და ამიერკავკასიის კომისარიატი ჩამოყალიბდა და ამიერკავკასიის კომისარიატმა მაზნიაშვილის თხოვა იმ დროს თურქები შემოიჭრნენ საქართველოში და სთხოვა რომ აჭარაში და სთხოვა დახმარება გიორგი მაზნიაშვილს. უცბათო გაუკეთა მობილიზაცია მაზნიაშვილმა თავის ჩამოსულ გენერლებთან ერთად და რა საფრთხე ემუქრებოდა, რომ თურქი ასკერები მოსდევდნენ რუსულ საჯარისო ნაწილებს. ეს რუსული საჯარისო ნაწილები შემოდიოდნენ უკვე რკინიგზით უკვე თბილისისკენ და რა გააკეთა ამ გიორგი მაზნიაშვილმა, რომ ეს რკინიგზაზე, სადაც უნდა შემოსულიყო ეს რუსული საჯარისო ნაწილები,
ჩააყენა თავისი ჯარისკაცები და არ მისცა საშუალება რომ შემოსულიყვნენ თბილისში რუსეთის სამხედრო ნაწილს. ბაქოსკენ გაეგზავნა რა და ეს საფრთხე ააცილა გიორგი მაზნიაშვილმა საქართველოს. შემდეგ უკვე ეს კომუნისტები როდესაც შემოვიდნენ მე-11 წითელი არმია როდესაც შემოვიდა, გიორგი მაზნიაშვილი დაიბარეს შტაბში და მაგ რევოლუციური კომიტეტი ჩამოყალიბდა, რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე გახდა თენგიზ ჟღენტი. თენგიზ ჟღენტმა დაიბარა გიორგი მაზნიაშვილი და უთხრა, რომ შენ როგორც მენშევიკების გენერალი, ჩვენ შეგვიძლია თქვენი დახვრეტა. ამიტომ გადმოდი ჩვენს მხარეს და განახვევთ, რომ ჩვენ ბოლშევიკებს უფრო მეტად გვიყვარს სამშობლო, ვიდრე თქვენ მენშევიკებსო და მაზნიაშვილმა უპასუხა, რომ მე არც თქვენი გენერალი ვარ და არც მენშევიკების, მე სამშობლოს ერთგული გენერალი ვარ და სამშობლოს ერთგულებასაც შეეწირა გიორგი მაზნიაშვილი. მაზნიაშვილს აგზავნდნენ ყველაზე ცხელ წერტილში, სადაც სამშობლოს უჭირდა. წითლებთანაც იბრძოდა, სომხებთანაც იბრძოდა, დენიკინსაც ებრძოდა, აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორი იყო. აჭარის გენერალ-გუბერნატორი და შავი ზღვის ჯარების სარდალი იყო, ქიაზინ ბეის ებრძოდა და კიდე, მაგრამ პოლიტიკაში არ ერეოდა, არ უყვარდა მედროვე პოლიტიკოსები.
წმინდა გიორგის ეკლესიაში ინახება ხატები, რომელიც გიორგი მაზნიაშვილმა დააწერინა ბერძენ ხატვას. და დაცულია ეს ხატები დაცულია, ეკლესიაში, ამჟამად წმინდა წმინდა გიორგის გიორგის ეკლესიაში არის დაცული. და მნახველს აქვს რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობა, რომ ვისაც ექნება და ეკლესიაში იხილოს ეს მრევლი ხატები. დადის, ყველას შეუძლია რომ ნახოს ის გიორგი მაზნიაშვილის დროინდელი ხატები, რომელიც მან დააწერინა ბერძენ ხატვას. ძალიან შთამბეჭდავი იყო თქვენი საუბარი, მე დამიდასტურებს ჩემი რადიო მსმენელი, რომ ნამდვილად შედგა საინტერესო გადაცემა, მართლა რო იტყვიან გენერლის სახლში ვიმყოფებით პიროვნების, რომელიც ერთგულად ემსახურა სამშობლოს და მე მინდა გისურვოთ წარმატება, რომ ბევრი მნახველი ყავდეს ამ სახლ-მუზეუმს, რომ მთელმა საქართველომ ისედაც იცის და კიდევ უფრო სიღრმისეულად გაიცნოს ეს ბუმბერაზი პიროვნება. მე კი ჩემო რადიო მსმენელებო, დიდი სიყვარულით, გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი დღისთვის, მობრძანებისთვის, მაზნიაშვილის სახელის ასეთი დაფასებისთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. გაიხარეთ.